ნახეთ როგორ არის საქმე. ზოგადად ამ პარლამენტს აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა. ეს პრობლემა უკავშირდება არჩევნებს. და არა მხოლოდ არჩევნებს. ეს პრობლემა უკავშირდება იმასაც, რომ ამ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილების ცნობისას დაარღვია კანონი. მან ცნო საკუთარი უფლებამოსილება, მაშინ როდესაც არ ქონდა ამის უფლება. ამიტომ თავად მთელი პარლამენტის შემადგენლობა ამიტომ არალეგიტიმური. ვამბობ, ეს მიუხედავად იმისა, არჩევნების ლეგიტიმურობაზე რამეს ვიტყვით თუ არა. ახლა ლეგიტიმურობის მეორე ნაწილი უბრალოდ ლეგიტიმურობა ასევე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სრულფასოვნად შეუძლია პარლამენტს თავის უფლებამოსილებათა განხორციელება. პარლამენტის მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისთვის სხვადასხვა კვორუმია დადგენილი. ეს კვორუმები დადგენილია კონსტიტუციით, შემდგომ კანონებით, სხვა მთელი რიგი საკითხები. და თუკი პარლამენტს თეორიულადაც კი არ შეეძლება რაღაც გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად იმის გამო, რომ მის შემადგენლობაში არ არის წევრთა საკმარისი რაოდენობა. მაშინ უკვე ლეგიტიმურობის ხარისხი მცირდება. მაგალითად, ამ პარლამენტს აი ახლა მას მერე რაც პარლამენტის 59 წევრს შეუწყვიტეს, კი არ შეუჩერეს, შეუწყვიტეს უფლებამოსილება. ისინი აღარ არიან პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ პარლამენტს არ შეუძლია თეორიულადაც კი მიიღოს შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომელიც მაშინვე ამოქმედდება. იმიტომ რომ ასეთი ცვლილების შეტანა სჭირდება 63/4 პარლამენტის წევრთა. ამდენი წევრი პარლამენტში უბრალოდ აღარ არის. თეორიულად ჯერჯერობით შეუძლია კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელსაც საკმარისია 2/3 უმრავლესობა, ანუ 100 ხმა. ოღონდ ეს ცვლილება ამ პარლამენტის დროს ვერ ამოქმედდება. აი მომდევნო პარლამენტი რომ იქნება, თუ იმანაც დაამტკიცა ეს ცვლილება, მხოლოდ მაშინ ამოქმედდებოდა, მაგრამ ასეთ ცვლილებასაც ვერ მიიღებს ეს პარლამენტი. იმ შემთხვევაში თუ გახარიას 12 კაციანი გუნდი გუნდს თუ შეუწყდება უფლებამოსილება, მაშინ პარლამენტის შემადგენლობაში დარჩება 99 წევრი. ეს ქმნის თუ არა განსხვავებას? ეს ქმნის, ეს კიდევ უფრო ამცირებს. პოლიტიკურად რაღაცა ერთგვარი ჩიხი და კრიზისია, უგურეთ, რას ამცირებს ეს? მაგალითად არის მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა, რომელთა მისაღებადაც საჭიროა 3/5 უმრავლესობა. 3/5 ეს არის 90 ხმა. ახლა ამ 90 ხმას პარლამენტში ვერ მოაგროვებენ, თუ გახარიას 12 წევრს შეუწყდა უფლებამოსილება. ან მაშინაც ვერ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, თუ უფლებამოსილება არ შეუწყდათ, მაგრამ მათ ან მონაწილეობა არ მიიღეს კენჭისხრაში, ან მხარი არ დაუჭირეს იმ საკითხის გადაწყვეტას. რა საკითხები არის ეს? მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების არჩევა პარლამენტის მიერ. სახალხო დამცველის არჩევა. და არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც სჭირდება 3/5 უმრავლესობა. ეხლა გადავუკვირდეთ რა მოხდება, თუკი ამოეწურება ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, 10 წლიანი ვადა წელს ეწურება რამდენიმე წევრს და თუ მათი უფლებამონაცვლეები ვერ ამოეწურება. შეიძლება უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს თვითონ ქვედუნარიანობა დადგეს ეჭქვაში. ამიტომ ცხადია ლეგიტიმურობაზე ესეც მოქმედებს, როგორც სხვა ტიპის ლეგიტიმურობაა. ის პირველი, რაც მეკითხავთ, ის არის პოლიტიკური ლეგიტიმურობის საკითხი. აქ არის უკვე სამართლებრივი ლეგიტიმურობის საკითხი, როცა პარლამენტი ხდება ნაწილობრივ ქმედუნარიანი. სრული ქმედუნარიანობა უკვე არ ექნება სამწუხაროდ.
აი, თუ კი ასე განვითარდა მოვლენები, ბატონო ვახტანგ, როგორც აღწერთ, თუ კი გახარიას პოლიტიკურ გუნდსაც შეუწყდა უფლებამოსილება და 99 დეპუტატი რჩება, ხო, ამ შემთხვევაში. აი, როგორ ფიქრობთ, აი ესეთი რეალობის გათვალისწინებით, მოუწევს თუ არა ქართულ ოცნებას ერთგვარი რაღაცა კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა? შეიძლება იყოს ერთი მხრივ, რა ვიცი, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ან აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება, ანუ იძულებული, ასე ვთქვათ, გახდება თუ არა, რომ ეს გააკეთოს, თუ არა გაქვთ ამის მოლოდინი? იცით რა, ის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად არის და ჯერჯერობით ის პრობლემა, აი ამ დანიშვნების, თანამდებობის დანიშვნების პრობლემა და რაღაც ქართულ ოცნებას ჯერჯერობით არ დადგომია, აი ამჟამად რა პრობლემებიც არის. ახლა გონიერი ადამიანისთვის და გონიერი ხელისუფლებისთვის ეს საკმარისზე მეტიც უნდა იყოს იმისათვის, რომ გაიმართოს ახალი არჩევნები. თან მოდით ერთი რამე ვთქვათ. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვართ მათ მდგომარეობაში. და ვთქვათ, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ არჩევნები ალალად მოვიგეთ. დიახ. როცა ასეთი პრობლემებია შექმნილი, რაც ახლა არის. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება რა იქნება, რომ კი ბატონო, მოდი ჩავატაროთ ახალი არჩევნები და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ასეთი უმრავლესობით გვიჭერს ხალხი მხარს. მაშინ ხომ იმ პროტესტს საფუძველი გამოეცლება. მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ არის. და თავადაც იციან, რომ იმ არჩევნების დროს ბევრი რამ უწესოდ მოხდა. და ამიტომ არ თანხმდებიან ამას. ამიტომ ეხლა ამან რომ შეაწუხოთ აი ამ პრობლემამ, ისე რომ იმის გამო უკან დაიხიონ, არ ამგონია. მაგრამ ზოგადად თვითონ ლეგიტიმურობის ხარისხი მთლიანობაში კიდევ უფრო შემცირდება. საერთაშორისო იზოლაციასთან. გასაგებია, საერთაშორისო იზოლაცია ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. დიახ, და კიდევ ერთი საკითხი, ბატონო ვახტანგ, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სწორედ ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დისკუსია, ეს უკავშირდება კანონს, ახლა უკვე კანონს დემონსტრაციების შესახებ, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით არის ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული ნაბიჯი. თუ შეიძლება რომ განგვიმარტოთ აი ადამიანურ ენაზე და რაც შეიძლება მოკლედ ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში, რას გულისხმობს რეალურად ეს ცვლილებათა პაკეტი და რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამას როგორც ქვეყანაზე, ისე ორთვიანი უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს? მოდით ვთქვათ ასე, საბოლოო ტექსტი მე არ მინახავს, მაგრამ რაც ვიცი ამ კანონის შესახებ, ამის საფუძველზე რა შემიძლია ვთქვა. მინიმუმ 2 კონსტიტუციური უფლება იზღუდება ამით. ეს ჩვენი ადამიანების კონსტიტუციური უფლება. ერთი გახლავთ გამოხატვის თავისუფლება და მეორე არის შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. კონსტიტუციით კაფიოდ არის განსაზღვრული გამოხატვის თავისუფლება რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს. და გამოხატვის თავისუფლება სხვათა შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს აღნიშნული, რომ გამოხატვის თავისუფლება თავის თავში მოიცავს გამოხატვის ყველანაირ შესაძლო ფორმას. ეს სხვადასხვა პერფორმანსები, სიტყვიერი, ნახატით, გამოსახულებით, მოქმედებით, წერილობით, ყველანაირი ეს არის გამოხატვის თავისუფლება. აი ეს ცვლილებები, რომლებიც შეიტანეს და რაზეც თქვა სანქციები დააწესეს, ეს აშკარად არღვევს კონსტიტუციით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას. და სწორედ აქედან გამომდინარე, თუ აქვთ მოქალაქეებს პროტესტის მონაწილეებს იმის ბერკეტი, რომ თქვათ გაასაჩივრონ ეს ყველაფერი საერთაშორისო დონეზე, რადგან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. ხო, ნახეთ როგორ არის საქმე, ყველაზე უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს გასაჩივრებული იყო, ეს ცვლილებები გასაჩივრებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. მაგრამ სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებების ფონზე უკვე ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი არის ძალიან შემცირებული და ბევრს აქვს დაკარგული ეს ნდობა, მათ შორის მეც. და ეს არის ძალიან ცუდი. ანუ შიდა მექანიზმები პრაქტიკულად აღარ რჩება.
ეხლა კანონის ნორმას ჩვენ ვერ გავასაჩივრებთ თქვა სტრასბურგის სასამართლოში, რადგან მას არ აქვს ის უფლებამოსილება, რომ გააუქმოს რომელიმე სახელმწიფოს კანონი. მაგრამ აი თუ იმ ნორმის საფუძველზე თქვა დავისჯები, მე უკვე აი ფიზიკურ პირს მექნება უფლება მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლოს უკვე შეიძლება შეაფასოს იმ ნორმის კონსტიტუციურობა და თუ მიიჩნევს იმას არაკონსტიტუციურად მიიჩნიოს ჩემი მიმართ ამ სანქციის გამოყენება უკვე არასწორად და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. ანუ ეს შესაძლებლობა იქნება, მაგრამ თვითონ კანონის ამ ნორმა სტრასბურგის სასამართლო ვერ გააუქმებს. ამის გაუქმება შეუძლია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს, მაგრამ ჩვენ არა ვართ მისი წევრი, ჩვენზე არ ვრცელდება მისი იურისდიქცია, რადგან ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები. ასე რომ აი ამ ცვლილებებით, რაც შეკრებებს ეხება, ну ის რომ შეკრება აკრძალული გრძალავენ ასე ვთქვათ მესაკუთრის უფლების გარეშე სამე შეკრება და გუღურეთ არ არის ხმამაღლა ნათქვამი, ეს რას ნიშნავს? მაგალითად უმაღლეს სასწავლებლები და საჯარო სკოლები ვისი საკუთრებაა? სახელმწიფო საკუთრებაა. სკოლა შეიძლება იყოს მუნიციპალური საკუთრება. ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულება, რომლებიც ასევე მუნიციპალური საკუთრება შეიძლება იყოს ან სახელმწიფო საკუთრება და გამოდის რომ თუ სახელმწიფო და ვინ რომელი ინსტიტუტი სახელმწიფოსი არ მოგცემს თანხმობას ჩვენ იქ შიგნით მაგალითად 10 კაცი ვერ დავდგებით რაღაც პლაკატით რომ გამოვხატოთ ჩვენი რაიმე პროტესტი. ეს ჩემი შეფასებით არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. აი ამ სახის დარღვევებია შეტანილი, ამ სახის ცვლილებებია შეტანილი, იგივეა თქვათ შეკრებებზე, შეკრებების სპონტანურ შეკრებაზე. ნუ ეს ხომ საერთოდ როგორ თქვა, მარაზმია. იმიტომ რომ სრულად მოულოდნელად შეიძლება რაღაცა მოხდეს და ადამიანები იქ ახლო მყოფები დაუშვათ უცებ ერთად დადგნენ და რაღაცა გააპროტესტონ რაიმე მოქმედება. ან გახსოვთ აი ეს კობახიძემ როცა განაცხადა რომ ჩვენ წყვეტთ ევროკავშირთან ყველანაირ მოლაპარაკებებსო და სულ მოკლე ხანში უამრავი ხალხი შეიკრიბა პარლამენტთან. ხომ არავის მიერ არ იყო ეს ორგანიზებული, აი მოვისმინეთ ეს, გაბრას და ეს ხალხი და წავიდა პროტესტის გამოსახატად პარლამენტთან. ამის უფლება საზოგადოებას აღარ ექნება ამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში. არა მარტო ესა. იქ დღეს როგორ არის კონსტიტუციით, რომ ნებართვის პრინციპი არ არსებობს. ანუ ჩვენ გვაქვს უფლება შევიკრიბოთ, ამისაც არავისგან ნებართვის აღება არ უჭირდება. და ხელისუფლებას უფლება აქვს შეწყვიტოს შეკრება, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. აი ახლა ამ ცვლილებებით მუნიციპალურ ორგანოებს ეძლებათ უფლება განსაზღვრონ ადგილები, სადაც არ შეიძლება შეკრების და მანიფესტაციის გამართვა. და პირველი რა მოგდის თავში, რას აკრძალავენ? პარლამენტის წინ რუსთაველზე შეკრებას. მაგალითად. და ბოლოს ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ ამაზეც მინდა გითხოთ, მივხვდით იმისა, რომ ჯერჯერობით ბევრი მაინც არანაირი ესეთი ინფორმაცია სულ ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით, რომ ინიცირებულია ყოველ შემთხვევაში დაანონსა ქართულმა ოცნებამ მართლობა პარტიამ კანონი მედიის შესახებ. თქვენ როგორც კონსტიტუციონალისტი როგორ აფასებთ ამას და რატომ გახდა მაინც აქ და ახლა დღეს საჭირო აი ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება? ხო, იმიტომ რომ ნერვებს უშლის თავისუფალი მედია. თავისუფალი მედია ამბობს იმას, რისი მოსმენაც მათ არ სურთ. და არა მარტო ის არ უნდათ რომ თავად ისმენდნენ ამას. პირველ რიგში არ უნდათ ის რომ ამას ისმენდეს ხალხი. აი ეს არის, ამან გამოიწვიეს. ანუ შეზღუდვა გამოიწვია გამოხატვის თავისუფლების განხორციელებამ. იმიტომ რომ მედია ემსახურება სწორედ გამოხატვის თავისუფლებას. მე თუ დავჯდები შინ
ჩემს 4 კედელში და იქ რაღაცებს ვილაპარაკებ და ამას ვერც თქვენ გაიგებთ, ვერც პეტრე და ვერც პავლე ვერ გაიგებს. მაშინ მეტყვია რომ გაქვს ბატონო გამოხატვის თავისუფლება და გამოხატე რამდენიც გინდა შენს 4 კედელში. მაგრამ თუ ამაში თქვენ ჩაერთვებით და ამ ჩემ ნათქვამს გამოიტანთ საჯაროდ და ამით უზრუნველყოფთ ჩემი გამოხატვის თავისუფლებას. აი ეს უკვე მათ პრობლემას უქმნის, ამიტომ უნდა მედიის შეზღუდვა. მან თქო მთელი რიგი შეზღუდვები არის ისეთი დაწესებული, რომელიც მარტო მედიის შეზღუდვას კი არ გამოიწვევს. გამოიწვევს ზოგადად ეგრეთ წოდებული კონსტიტუციაში შემოსქვე გაერთიანების თავისუფლება. ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორის საქმიანობა. ახლა ეს ამერიკული ფარას ანალოგია. ესეც შეიზღუდება. ერთგან ამერიკული ფარას ანალოგი, მეორეგან ბრიტანული მედიის თქვათ ანალოგი. ესენი ხო სტუდენტები იყვნენ, არა ოდესღაც, ყოველ შემთხვევაში უვეტესი ნაწილი დღევანდელი პარლამენტის წევრებისა. მათ შორის არიან იურისტებიც და არიან ისინი, ვისაც აქვს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხები და მიღებული ევროპაში ეს ხარისხები სხვათა შორის. მათ ასწავლიდნენ იქ, რომ არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის კანონის პირდაპირი კოპირება საკუთარ სამართალში. ეს რომ სწორი იყოს, მაშინ თუნდაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ყველას ერთნაირი კანონები ექნებოდათ, მაგრამ თქვენ ვერ იპოვით ორ ერთნაირ კანონს ამ სახელმწიფოებში. ყველა განსხვავდება ერთი მეორისგან, იმიტომ რომ კანონი მორგებული უნდა იყოს არსებულ გარემოებას და იმ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, რაც იმ კონკრეტული საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს. ამიტომ ესე ბრმად გადმოღება ამ კანონის უბრალოდ სწორი არ იქნება. ეს კიდევ რა პრობლემებს შექმნის? ეს ცალკე თემა და ცოტა გრძელი სასაუბროა. აქ ვერ მოესწრება. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ არც ბრიტანული კანონის და არც ფარას პირდაპირი გადმოღება არ მოუტანს სიკეთის ქვეყანას. და ერთს დავამატებ კიდევ. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბრიტანეთშიც და შეერთებულ შტატებშიც მოქმედებს ეგრეთ წოდებული ანგლოსაქსონური სამართალი, პრეცედენტული სამართალი. ამ სამართლის სისტემაში განუზომლად დიდია მოსამართლის როლი. მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას კანონის ამა თუ იმ ნორმის კონსტიტუციურობისა და მისი გამოყენების კონსტიტუციურობის შესახებ. ყოველი მოსამართლე თვითონ იღებს ამ გადაწყვეტილებას და სწორედ და ეს სასამართლოები არის პოლიტიკური ხელისუფლებისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ამიტომ იქ არის გარანტიები იმისა, რომ თუ კი რაიმე ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას მოახდენს აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო დაგიცავს მისი თვითნებობისაგან. ჩვენგან არათუ ამის გარანტია არ არსებობს. ჩვენთან ჩვენი დღევანდელი სასამართლო მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკურ ხელისუფლებას და შერწყმულია მასთან. ამიტომ უაღრესად სახიფათოა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის კანონის გადმოტანა. აქ თუ არ გავითვალისწინეთ, თუ რა მდგომარეობაა ჩვენთან ხელისუფლების სისტემაში.